Ladies and gentlemen, welcome to New York City. Explore the towering skyscrapers, bustling streets, and endless possibilities. ეხლა მე ვდგევარ ზუსტად იმ ადგილას, სადაც მარკ დევიდ ჩეპმენმა მოკლა ჯონ ლენონი. ეს მოხდა 80 წლის 8 დეკემბერს. ამის ქრონოლოგია იყო ასეთი: დაახლოებით დღის 4 საათზე ჩეპმენი აქ ელოდებოდა ჯონს, ჯონი და იოკო გამოვიდნენ აქედან, მიდიოდნენ ხმისჩამწერ სტუდიაში. ჩეპმენმა ფირფიტა გაუწოდა, ჯონმა ავტოგრაფი დაუტოვა და იქვე შემთხვევით ყოფმა ერთმა ფოტოგრაფმა ეს კადრი გადაიღო. ანუ არსებობს კადრი ჩეპმენის მკვლელის და მოკლულის ერთობლივი ფოტო. ძალიან ცნობილი ფოტოა, უცნობილესი ფოტოა, დარწმუნებული ვარ, ნანახიც გაქვთ. ამის შემდეგ ჯონი და იოკო წავიდნენ სტუდიაში, ჩეპმენი აქ დარჩა. აი ამ ადგილას, ზუსტად ამ ადგილას ელოდებოდა ჯონის დაბრუნებას. ჯონი დაბრუნდა დაახლოებით ღამის 11 საათისთვის. აი აქ რო შედიოდა სახლში, იცნო ეს ჩეპმენი, ის ადამიანი უბრალოდ რომელსაც რამდენიმე საათი ადრე ავტოგრაფი მისცა, თავი დაუკრა და შევიდა აი ამ ეზოში. ჩეპმენმა დაუძახა და როდესაც ჯონი მოbrunდა, 5 ტყვია დაახალა რევოლვერიდან, 38 კალიბრის რევოლვერიდან. 5 ტყვიდან ჯონს მოხდა 4 და საავადმყოფოში მიმავალ გზაზე გარდაიცვალა. რაკეთა თვითონ ჩეპმენმა, ყველმა. აი აქ ტროტუარზე ჩამოჯდა და ჩანთიდან ამოიღო წიგნი. ეს წიგნი იყო სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში და დაიწყო ისე მშვიდად კითხვა. დაელოდა, ასე ელოდებოდა პოლიციის მოსვლას. პოლიცია როდესაც მოვიდა, ის რა თქმა უნდა დააკავეს, წაიყვანეს. სადაც მიყავთ ხოლმე მკვლელები და მას შემდეგ 44 წელია ჩეპმენი არის იქ. 25 წლის იყო ჩეპმენი, როდესაც ეს მკვლელობა ჩაიდინა. ახლა ის არის 69 წლის და მთელი ამ ხნის განმავლობაში იზის ციხეში. 2000 წელს, ანუ როდესაც 20 წელი გავიდა მისი პატიმრობიდან, მას სამუდამო პატიმრობა აქვს, რა თქმა უნდა, მისჯილი. 20 წლის გასვლის შემდეგ მან მიიღო ყოველ 2 წელიწადში ერთხელ შეწყალებაზე განცხადების დაწერის უფლება. ანუ შესაბამისად, მას მე 12 თხოვნა აქვს დაწერილი შეწყალებაზე და რა თქმა უნდა 12-ვე ჯერ მიიღო უარი. სანამ ცოცხალია კიდევ დაწერს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ თხოვნებს და რა თქმა უნდა ყოველ ჯერზე მიიღებს უარს. ანუ ის ციხიდან ცოცხალი ვეღარ გამოვა. Ladies and gentlemen, welcome to New York City. აი ეს კიბე. წარწერით რომ თხოვთო არ იხმაუროთ და კიბეზეო არ ამოხვიდეთო და ეს სახლი ფასადზე უკრაინის დროშით. არ ვიცი რატომ ფრიალებს აქ უკრაინის დროშა, მაგრამ ძალიანაც მომწონს რომ ფრიალებს. შვენიერია ყოჩახ აი ამ სახლის მეპატრონეს ამ უკრაინის დროშის აქ დაკიდებისთვის. და კიბე თუ არ გეცნოთ, გეტყვით რომ ეს არის კიბე, სადაც უყვარდა ხოლმე ჩამოჯდომა ნიუ-იორკის ალბათ ყველაზე უცნაურ მარტოხელა ქალს. კერი ბრედშოუს, სარა ჯესიკა პარკერის კინოგმირს, სერიალიდან სექსი დიდ ქალაქში. აი ეს არის სწორედ ის კიბე, ის სახლი, სადაც მიმდინარეობდა გადაღებები და რაც ნაჩვენები ამ სერიალში. კერი ბრედშოუს სახლი. Ladies and gentlemen, welcome to New York City. აი პიცერია ჩემს უკან ჯოს პიცა. ასე ქვია ამ დაწესებულებას, რომელიც ფუნქციონირებს 1975 წლიდან. ნეაპოლელი კაცია ეს ჯო, რომელიც ჩამოვიდა და უკვე აი გონი სოცხალია კიდევაც. და მას შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო პიცერიად ითვლება ეს ადგილი ნიუ-იორკში, ჯოს პიცა. და რითია კიდე ეს ადგილი ცნობილი? თუ არ გეცნოთ ადგილი, გადაახვიეთ სპაიდერმენის პირველი ფილმი, დასაწყისი და აღმოაჩენთ რომ სპაიდერმენი, სანამ სპაიდერმენი გახდებოდა, სწორედ ამ პიცერიაში მუშაობდა პიცის დამტარებლად. აი ასე. ეხლა მე შევალ და გავსინჯავ როგორი პიცა აქვს, საინტერესოა ამათ. ძალიან აქებენ. მოკლედ შემოვედი ჯოს პიცერიაში. აქ ვიღაც ცნობილი ადამიანების ისენია ფოტოები კედლებზე. ოდნავ ბევრს ვერ ავცნობ. ისე როგორც ამბობენ, აქაური პიცა ძალიან განსაკუთრებით უყვართ ლეო დიკაპრიოს, ბილ მიურეის, ბრედლი კუპერს, კიმ კარდაშიანს. მოდი ახლა მეც ერთ ნაჭერ პიცას შევუყვეთავ.
Thank you. Thank you. როგორი პიცა ჯოსთან. Ladies and gentlemen, welcome to New York City. Stonewall Inn. ბარი, რომელმაც უზარმაზარი როლი ითამაშა, უზარმაზარი წვლილი შეიტანა სოფლიო ლუგუბუტუ თემის ცხოვრებაში. და რა ხდება? იმ დროს, როდესაც მთლიანად ამერიკაში სექსუალური უმცირესობები კანონგარეშე იყვნენ გამოცხადებულები, ეს ხდება დაახლოებით 50-ზე მეტი წლის წინ, სწორედ აქ ნიუ-იორკის აი ამ ბარში იკრიბებოდნენ ნიუ-იორკელი გეი თემის წარმომადგენლები. ერთხელაც ეს იყო 1969 წელს ზაფხულში ნიუ-იორკის პოლიციამ გადაწყვიტა აქ აი ამ ბარში რეიდის მოწყობა. თუმცა ყველაფერი ისე ვერ წავიდა, როგორც პოლიციას სურდა. აქ ძალიან აგრესიულად დახვდნენ, თავდასხმის რეჟიმზე გადავიდნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს ერთი სიტყვით. ეს ყველაფერი ძალიან მალე გადაიზარდა უზარმაზარ დაპირისპირებაში, წარმოუდგენელ დაპირისპირებაში, რომელიც დასრულდა იმით, რომ 1 წლის შემდეგ აქ ნიუ-იორკში პირველი გეი აღლუმი გაიმართა. ანუ ამათმა გაიმარჯვეს, პოლიციამ ვერ გაიმარჯვა. აი ასეთი ისტორია აქვს აი ამ Stonewall Inn-ს. ისტორიული ბარი და როგორც ეძახიან, ამერიკის მთავარი გეი ბარი. აქ ლუგუბუტუ დროშები, აი აქეთ რომ გამოიხედავთ, აქაც აი იგივე ხდება, აი ამ სკვერში და ეს ბატონი, ვისი ძეგლიც არის, ეს არის გენერალი შერიდანი და მის გარშემო ახლა არის სულ ლუგუბუტუ დროშები და აი აქ შესაბამისი გაჩვენებთ შესაბამისი თემატიკის ფოტოებიც. ეს არის გენერალი ფილიპ ჰენრი შერიდანი, როგორც წარწერა გვეუბნება. ეს კი Stonewall Inn, ამერიკის მთავარი გეი ბარი. Ladies and gentlemen, welcome to New York City. თუკი გაინტერესებთ, რომელია კუნძულ მანჰეტენზე დღემდე შემორჩენილი უძველესი სახლი, პასუხი არის აი ეს. ეს არის ფრენსის ტავერნა. შენობა, რომელიც აშენებულია 1713 წელს და წარმოუდგენელი ისტორიული ღირებულება აქვს ამერიკისთვის. უბრალოდ რომ წარმოიდგინოთ, აი ეს შენობა აქ დგას იმ დროიდან, როდესაც სახელმწიფო შეერთებული შტატები ჯერ კიდევ არ არსებობდა. უბრალოდ არ არსებობდა. და გთხოვთ მიაქციეთ ყურადღება, 300 წელზე მეტი ხნის სახლია და როგორ იდეალურ მდგომარეობაშია, როგორ გამოიყურება, აი ვერ წარმოიდგენთ, რომ ეს არის 300 წელზე მეტი ხნის სახლი. და მხოლოდ ეს არ არის მისი ისტორიული ღირებულება, როდესაც 1786 წელს დიდმა ბრიტანეთმა როგორც იქნა აღიარა შეერთებული შტატების დამოუკიდებლობა, აქ მოეწყო დიდი ბანკეტი. მაშინ აქ იყო ტავერნა, ოღონდ მაშინაც ტავერნა იყო, ოღონდ ერქვა დედოფლის თავი. და სწორედ აი ამ ტავერნაში, ამ შენობაში თვით ჯორჯ ვაშინგტონმა დიდი ბანკეტი გადაიხადა და თავის ოფიცრებს სამადლობელი სიტყვით მიმართა. აი ასეთი ისტორიული შენობაა ეს, ფრენსის ტავერნა. ეხლა მე შევალ და ერთ ჩიქა ვისკის დავდებ. უბრალოდ წარმოიდგინოთ სადღაც 250 წლის წინ აი ამ ადგილას სადაც ახლა მე ვდივარ, იჯდა თვით ჯორჯ ვაშინგტონი. უბრალოდ წარმოუდგენელია. Ladies and gentlemen, welcome to New York City. ახლა მე ვდგევარ სოფლიოში ყველაზე ძლევამოსილი შენობის წინ. ეს არის ფედერალური რეზერვი. და მთავარი ის კი არ არის, რაც ამ შენობაში ხდება, არამედ ის, რაც ხდება ამ შენობის ქვეშ, 24 მეტრის სიღრმეზე. იმ ადგილას, სადაც ინახება ოქროს ზოდები. როგორც ამბობენ, მთელი მსოფლიოს ოქროს მარაგის დაახლოებით 25%. ეს არის 1000-ობით ტონა ოქრო. ინახება ის სწორედ აქ.
აი ამ შენობის სარდაფებში 24 მეტრის სიღრმეზე. და როგორც ამბობენ, ამ ოქროს მარაგების აბსოლუტური უმრავლესობა დაახლოებით 98% ეკუთვნით სხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს. ხოლო უშუალოდ ამერიკული ოქროს მარაგის უდიდესი ნაწილი ინახება არა აქ, არამედ ფორტ ნოქსში. ამ შენობას წელს შეუსრულდა 100 წელი და მთელი აი ამ ერთი საუკუნის განმავლობაში ვერავინ ვერ შეძლო მისი გაძარცვა. კერკეტი კაკალი 3-ის გმირების გარდა. Ladies and gentlemen, welcome to New York City. ეხლა მე ვიმყოფები ჰარლემში და ვდგევარ წმინდა იოანეს ტაძრის წინ. ეს არის უბრალოდ შეუძლებელი ამის სრულად ჩვენება, ეს არის ნიუ-იორკის ყველაზე დიდი ეკლესია. ის მიეკუთვნება ანგლიკანურ ეკლესიას. ანგლიკანობა არის რაღაცა შუალედური კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის, თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ყველაზე უცნაური ეკლესია ეს ნიუ-იორკის ალბათ. მაგალითად იმით, რომ საკურთხეველთან შეგიძლიათ ნახოთ, აღმოაჩინოთ დოლარის ნიშანი. ან იმით, რომ აქ შეიძლება უცბად როკ-კონცერტი ჩატარდეს. ან იმით, რომ აქ თუ არ ვცდები, ერთადერთი ეკლესია ნიუ-იორკში, სადაც დაშვებულია გეი ქორწინებები, გეი წყვილების ჯვრისწერა. და ალბათ ეს ეკლესია ყველაზე მეტად გამოხატავს ნიუ-იორკელების დამოკიდებულებას რელიგიისადმი, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ღმერთი ყველასია. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო, რაც არის აი ამ კათედრალში, არის ბარელიეფი. ამას ცალკე გაჩვენებთ უფრო მკაფიოდ და ახლოდან. ეს არის ბარელიეფი, რომელზეც ნაჩვენებია მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპების დაღუპვა, მათი ნგრევა. და საოცარი არის ის, რომ ეს ბარელიეფი გაკეთებულია 2001 წლის 11 სექტემბრამდე. ანუ ეს არის ბარელიეფი წინასწარმეტყველება, რომელიც აი ამშვენებს აი ამ მართლა ძალიან შთამბეჭდავ ულამაზეს და უზარმაზარ ეკლესიას, რომელსაც ქვია წმინდა იოანეს ტაძარი. და კიდევ ერთი ადგილი, აი აქვია ამ ეკლესიის გვერდით. უბრალოდ ეს დაკეტილია ახლა და შიგნით ვერ შევალ, ეს არის ბაღი, რომელსაც ქვია ედემის ბაღი. და რატომ თუ იცით? იმიტომ რომ აქ არის აბსოლუტურად ყველა მცენარე, რაც კი ნახსენებია ბიბლიაში.